Ამდენი არ დამამახსოვრდება, ესე იგი 71 წლიდან. 71 წლის ოქტომბრიდან. ჯერ ხელმძღვანელად, სამხედრო ხელმძღვანელად და მე 84 წელში დევინიშნე მაშინდელი ახლა ხელმძღვანელი ვარ, რა თქმა უნდა. თქვენზე უკეთ ვისეცოდინება აქ რა არის საჭირო და რა. აგი კი არა ძველი ისტორიაც ვიცი და როგორ დაარსდა და როგორ მანამდე იყო სხვა შენობა კულტურის სახლის. კი, ძველი შენობა იყო. ზევიდან იყო მაშინდელი საბჭო. ხო, ერთად როგორც ყველა სოფელში ესე მულტიფუნქციური. ერთი ოთახი ჰქონდა ჩვენ იქანა ზევით. აგერ ამის გვერდზე იყო ახლა ბავშვობა. საბავშვო ბაღი რო არის. ხო. ძველი შენობა იყო. მაგრამ იქანაც კი იყო ერთი 150 კაცის სტადიონი და ის. ისე დარბაზი იყო იქაც, ხო? კი. კარგი, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. რამდენიმე სოფელში არის ესეთი კულტურის სახლები, რომელსაც აქვს პერსპექტივა იმისი, რომ არა მე ყოველთვის მპირდებოდნენ ახლა მაგი მე შემოვჭი თორემ ხელმძღვანელი მიდიან და მოდიან. ამას მოვა ერთი აგიყვავე ცენტრად ვაქცევ, მაგრამ ამასთან დიდი თანხები უნდა. ამის ძალიან რემონტ რეაბილიტაციას უნდა დიდი თანხა და ახალი საშენება ჯობია. აიერ კომუნიკაციის ცენტრი დაამგრინ დაიძინე, მაგრამ დღემდის უკეთესი ვერ გაკეთდა. დღემდის ვერა აჟურში. ხო და ეხლა ეს თქვენიც და ბობოყათის დარბაზი ძალიან ის იყო, შთამბეჭდავე ჩემ. ველისველია. იქ ისეთი ლამაზი ისინია, მოხატულობაც ჭერის, რომ იმას სტადიონი ის უფრო დიდია, კი, მასშტაბური. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ახალგაზრდები ხო არიან ქაქუჩი ხო ცხოვრობენ. ის რო გადინება. ხო, რო არ გაედინოს, ამიტომ რაღაცა ლოკალური ახლა იქანე გქონდა ჩვენ ახალგაზრდული კლუბი. ტელევიზორი აქია და რაღაცები დაგმული რომ ახალგაზრდები შევიდნენ და თავისი აზრები გამოეთქვან ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, რომ კარგია მე. არ იყო, ხო იყო ახალგაზრდებისგან ინტერესი. მაშინ დღევანდელს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ქაქუთი ყველა იძახის დღესაც ქაქუთი. კი მყავს, ანსამბლები მყავს, ბავშვთა ანსამბლი მყავს, ვოკალური ანსამბლი მყავს, ქორეოგრაფია მყავს, აკომპანატორები მყავს, ქორეოგრაფი მყავს, მაგრამ ბავშვებს არ უნდა. არ უნდა. ტელეფონები ყურში, უფასოდ ვასწავლით, უფასოდ. აი ესენი ვინ ჩამოვთვალე მე ეს სამი დარგი ყავს თავრობის დაფინანსებით. არავითარ. ხომ სკოლა აქვე არის, ფაქტობრივად მისასვლელად ადვილია. მაგრამ მაგირამ ჩემი აზრით ახლა მაგიას ვერავის ვერ დავაბრალებ. ამ რაფემას არ იყო ჩემ დროს სკოლაში მიგამ ოჯახში მოგაკითხავდა და წაგიყვანდა. აქაც ხდება ბავშვების ტრანსპორტირება? ეს მაშინები მიდის და მიდის. თანაც მშობლებიც არა დაინტერესებული. ადრე სულ სხვა იყო. ადრე სავალდებულო იყო, ხო. ოჯახებში კერიები ბევრი იყო, რომელიც მღეროდნენ, ცეკვებდნენ და თავისი შემოქმედება იმ შემოქმედებიდან მერე 53 წელში შეიქმნა ერთი ანსამბლი აქ. საინტერესო. არა ჩვენ დროს ხო ადრე სავალდებულო იყო, ხო მეც მუსიკალური შვიდწლები მაქვს დამთავრებული, არ ნიშნავს რომ ეხლა მაგრამ არ ვუკრავ, მაგრამ საუცილებელი მასალებისა და შობლის რიდი იყო, მინდოდა თუ არ მინდოდა და კი ბატონო, კი გეთანხმებით. ეხლა ბავშვი პირიქით შენ დაგავალეს, არ მინდა და всё. ახლა ზუსტად მეტი უფლებები აქვს, ვერ ხედავ.